დღეს ჩვენ შევხვდით ევროპარლამენტის პრაქტიკულად ყველა ჯგუფის წარმომადგენლებს, მათ შორის ლიბერალ-დემოკრატებს, სახალხო პარტიას, სოციალ-დემოკრატებს, მწვანეებს, ამ პარტიების და ამ ჯგუფების როგორც ხელმძღვანელებს, ასევე ვიცე-პრეზიდენტებს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში საუბარი ეხება დღეს ევროპაში მიმდინარე უსაფრთხოების პრობლემატიკას, პირველ რიგში რა თქმა უნდა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და უსაფრთხოების თემატიკას. მაგრამ ამავე დროს ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის გაძლიერებაზე, ყურადღება გავამახვილეთ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებაზე. რა თქმა უნდა შევეხეთ რაც შეიძლება დროულად რატიფიცირების საკითხებს და მე მაქვს სრული საფუძველი ვთქვა, რომ წლევანდელ წელს რაც შეიძლება მოკლე დროში ევროპარლამენტიც მოახდენს საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციას, რაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ, ისევე როგორც ორმხრივად სხვა პარლამენტების მიერ ამ რატიფიკაციის პროცესის დაჩქარებაც განვიხილეთ ცალკეულ დელეგაციებთან. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ისეთი ნაყოფიერი, საკმაოდ მნიშვნელოვანი სამუშაო გავმართეთ ევროპარლამენტარებთან და ვაპირებთ ამ პროცესის გაგრძელებას, იმიტომ რომ გარდა ბრიუსელის და სტრასბურგის შეხვედრებისა, გვინდა რომ ეს არეალი თანამშრომლობის გადმოვიტანოთ რაც შეიძლება მეტი ჩვენს რეგიონში და ჩვენს ქვეყანაში. მე არაერთი დეპუტატი დავპატიჟე, დაგეგმილია კონკრეტული ღონისძიებები და როგორც საქართველოსთან უმაღლესი დონის წარმომადგენლები, როგორც საპარლამენტო, ასევე აღმასრულებელ დონეზე ეწევიან ბრიუსელს, ასევე ბრიუსელიდან ჩვენი მეგობრები და დეპუტატები ეწევიან საქართველოს.